ჩვენ მივდივართ საბერძნეთში. ათენში. სადაც ექნება ერთკვირიანი საოჯახო დასრულება. და ჩვენთან ერთად დაისვენეთ. ყველაფერი კი ესე დაიწყო. მე, თამო, ევა და ელისაბედი დილით 6 საათზე უკვე ქუთაისის აეროპორტში მივდიოდით ავტობუსით. სამსაათიანი მგზავრობის შემდეგ აეროპორტში ვისაუზმეთ და ბავშვებმა ცოტა წაიმაიმონეს. წინ 2 საათნახევრიანი ფრენა გველოდა. ჩამოვედით ქუთაისიდან 2 საათნახევრიანი ფრენის შემდეგ. აქ დაახლოებით ახლა პირველი საათია, ტემპერატურა ნორმალურია, 12-13 გრადუსია. ვიყიდეთ ბილეთები ჩვენი მიმართულებით პიერაუს სპორტის სკენარი, არ ვიცი რა სწორად ვამბობ სახელს სპორტისას. მაგრამ სანაპიროსთან ვართ ახლოს. ერთი ბილეთი ღირს 5 ევრო და 50 ცენტი. ბავშვები 3 წლის და 5 წლის ბავშვზე უფასოა, არაფერი გადაგვახდენს. დავჭიქით 90% ნომერ ავტობუსში, ვიდივართ საფრთხე. ავიდეთ ბილეთები, რომელიც ამასვისთანა უნდა გაატაროთ. აბა ევა, დაიღალე მა? ფრენა მოგეწონა? კარგი იყო? კიდე იფრენ? ხო? შენც მოგეწონა მამი? მამი, ჩვენ ერთი საბერძნეთი. სად მივდივართ? საბერძნეთი. უბრალოდ ეხლა საბერძნეთში ვართ, ხო? აი იმ ქალაქს რა ქვია, სადაც მივდივართ? ათენი. ამინთან დაკავშირებით ვიჩქარეთ, მაგრამ წვიმს საცობებია ყველგან. 1 საათზე მეტი გზაში ვართ აეროპორტიდან, როცა 40-45 წუთი უნდა. შენ კიდე დაგჭირდება 1.5 საათი მინიმუმ აქედან სახლამდე. წავედით. ესეთი პატარა და საყავალელი აპარტამენტი გვაქვს. თავის ვერანდით. სადაც ლევანი ძირითად დროს ატარებს. პატაწუნას დაძინებელი. შეიხედეთ. აქეთ არის ცალკე სამზარეულო და პატარა მონაკვალი. ეცო. მოვახციეთ როგორც იქ. 1 საათნახევარი მინიმუმ ავტობუსში ვიყავით, ყველაზე ცოტა რა. მერე წვიმდა საშინლად. გაჩერებას გავცდით, ცოტა დავსველდით, მაგრამ სახლი ძალიან ლამაზია. მართლა ბავშვებსაც ძალიან მოეწონათ. აი ზეთ ცხილია ჩვენ უკან, ჩვენი აიმინების წინ. წავედით ახლა საჭმელად, ზამშია, აი დაფშეულები ვართ. დიდი ან პატარიანად ყველა. აი აქ მიდიან ჩემი ქალები. აი ეს რესტორანს ვეძებთ. პირველივე რესტორანში გავჩერდებით. შემოვიჭერით იტალიურ პიცერიაში. გაწუხულები. აი ზამშია ისეთი. სულები. ევაც და ელისაბედიც აი აქ არიან, ელოდებიან თავის შეკვეთას. ორი პიცა ავიღეთ. ერთი ავიღეთ პეპერონი, ერთი 4 ყველით და ლუდი ავიღეთ ჰეინიკენ. ხო, ვიცი რომ სერცხელია. ვიცი რომ ადგილობრივი რაღაცები უნდა გვეჭამა და დაგველია, მაგრამ
ისე ქშიოდა რომ არის თან ყველაზე ახლოს ეს იყო ყველაზე სწრაფად ესენი მუშაობდნენ ყველაზე ხალხი ჩანდაში მიღწევარი რესტორანში რა და სარიელი რესტორნები იყო ხვალიდან შეუძლია ადგილობრივი სამზარეულოს და ადგილობრივი სასმელების დაგეგმებას საბუნოს რესტორანი არ არის, ფასები ადეკვატურია. დაახლოებით 12 ევროი და პეპერონიც და ფორჩიზის საკმაოდ დიდი ზონის პიცები. დაახლოებით 30 ევროში საკმაოდ გემრიელად მივიღეთ. და ასე სანაპიროზე გასეირნებით დამთავრდა ჩვენი პირველი დღე ათენში. წინ კი წვიმიანი მეორე დღე გველოდებოდა. ეხლა მივდივართ სავაჭრო ცენტრში, იმიტომ რომ დღეს ელოდებიან წვიმას. თან ასაცმელები გვაქვს ბევრი წამოღებული, შესაბამისად რაღაც რამეს ვიყიდით. სახლისთვისაც რაღაცებს მოვიმარაგებთ. ნახოთ თუ ამინდი კარგი იქნება და მოგვეწონება გარეთ სეირნობა, იქ შეიძლება ცენტრშიც გავისეირნოთ, ცენტრთან საკმაოდ ახლოს ვიქნებით ამ შოპინგ მოლში. ამასობაში აღმოჩნდა რომ ჩემი ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი შეცდომა დაუშვა. იმიტომ რომ რო არ დაუჯერებ ქალს და სადაგა კამერაზე. რო არ დაუჯერებ ქალს, ალბათ 7ჯერ თხოვე, მოძებნე, ნახე, ბილეთები სად როგორ უნდა ვიყიდო, ვინ გიჯერებს? ეხლა მივდივარ ბილეთების საყიდლად. ასეა წინასწარ არ გავარკვიე და იქ უნდა მეკითხა აეროპორტშივე. როგორ უნდა მეყიდა ბილეთები? უბრალოდ ისეთ ადგილზე ვცხოვრობთ, რაღაც სანაპიროსთან პატარა ახალი უბანია. რო არც მეტროა, თან როგორც სხვა ევროპის ქვეყნებში, ძირითადად იტალიაში მაგალითად ვიცი, რომ ყიდიან ბილეთებს, სადაც სიგარეტები და ეგეთ რაღაცები იყიდება. შეგიძლია ავტობუსის და ტრამვაის ბილეთების ყიდვა და აქ სამწუხაროდ ამ უბანში ყოველ შემთხვევაში როგორც ამიხსნეს შეუძლებელია ყიდვა. ამიტომ მიწევს ახლა მეტროსთან მისვლა და აქედან არის დაახლოებით 4 კილომეტრი მეტრო. მივას ახლა მეტროსთან და ვიყიდეთ ბილეთებს. რო ეს ერთი კვირა მერევი მოძრაოთ. ესეთი კვირა მიმოძრაოთ მერე ათენის მიმართულებით. აი ესეთი პატარა პარკივით არის ავტობანის ქვეშ. ავტობანი. პატარა პარკი. ჩვენი ეხლა წამოვყევი Google Maps და სადღაც ადგილზე გამომიყვანა რომ არც ტროტუარია რაღაც ტრამვაის ხაზს მივყვები, აქეთ ავტობანივით არის რაღაც გზა, ანუ ავტობანი არ არის, მაგრამ ორზოლიანი გზა. აი ტრამვაი ცხოვრობს. ხშირად Google Maps-იც ცდება სადმე რომ მინდა რა მისვლა. მაგრამ გავალ რაღაც გზა იქნება ტროტუარივით ან რამე და გადავალ. მეტროსკენ მიმავალ გზაზე რამდენიმე საინტერესო ადგილს გადავაწყდი. ქვევს, ჯიგრულ პარკინგს და თვითმფრინავის პროპელერს. ტრანსპორტს რაც შეეხება, ჩემ უბანში არის ტროლეიბუსი, ტრამვაი, ავტობუსი, არის ეგრეთვე ტაქსი. ყვითელი ძირითადად შკოდას მარკის ტაქსებია და არის უბერიც. უბერმა ჩემი სახლიდან, რომელიც სანაპიროზეა, ათენის ცენტრამდე, აკროპოლიმდე დაგვიწერა დაახლოებით 15 ევრო. აი ესეთი ადგილებიც არის გარე უბანში, მაგრამ ეხლა მე ვარ ძალიან გარე უბანში ათენის, 6-7 კილომეტრი აქედან ათენის ცენტრამდე. მაგრამ ზოგადად სისუფთავით უსუფთავო ქალაქი, უსუფთავო უბანი ყოველ შემთხვევაში არ არის. თუმცა ხო, გარე უბანში, გარეთ რო გამოდიხარ პერიფერიული ზონებში, სადაც ალბათ ტურიზმის ნაკლებია, შესაბამისად ნაგავიცინებს. კიდე როგორც იქნა ბილეთები, აი ესეთი ბილეთებია. 5 დღიანი მოიცავს ტრამვაის, ტროლეიბუსს, ავტობუსს და მეტროს ათენში და მის შემოგარენში. გადავიხადე 8 ევრო და 20 ცენტი. რაც უნდა გამეკეთებინა აეროპორტში, მაგრამ სამწუხაროდ აეროპორტში არ გავაკეთე და მაგისთვის მომიხდა ახლა 5 კილომეტრის გამოვლა. ეხლა დავბრუნდები
თამა და ბავშვები სახლში პარკში დავტოვე სახლთან. ბრუნდები სახლში ტრამვაით. სანამ მე ჩემი შეცდომის გამოსწორებას ვცდილობდი. აი თამომ რა გაკეთაჭი. ნახე პესტო ვიყიდე ძალიან გემრიელი პესტოა. იტალიური. ზეითუნის ზეთი. პარმეზანი. მეც გამიკეთეთ თუ მე დასჭილი ვარ. ეს შენი პორცია რა თუ არა სეზონზე ჩამოხვალთ, აი ახლა ჩვენ მაგათად ნოემბერში ვართ. ჯობია ყველა ვარიანტში ისევ ათენის ცენტრთან სადმე აღება საცხოვრებელი სასტუმროსიან აპარტამენტის. ნუ კი კარგია აქ ზღვა ახლო არის, ზღვაზე გაისეირნებთ, მაგრამ ნუ ბევრი რესტორანიც კი ზღვაზე დაკეტილია. ალბათ იმიტომ რომ სეზონი არ არის ახლა და ნუ საკმაოდ ცივა კიდეც, როცა მზე არ არის ცივა. საღამოს კი ბერძნულ რესტორანს ვეწვიეთ გიროს გასასინჯად. შენი რომელია? ჩემი არის ეს გიროს ორის ხორცი. ნახე რა მაგარი. თავი გემოსეიცგა. ეს თეთრი რაღაცა ეს არ უწევს. იოგურტი. ძაძიკი აქ წესთ. ძაძიკი აქვს მაზიკია. მაგრამ ისე გემრიელია. უბრალოდ ეს თეთრი ის. ხალბატონმა დაშალა. აბა თამო დააყოლებ კიდე ერთ ცას. აი ნახე. თავო მესე მთლიანი გირო. მთლიანი რა, 1/3 დანარჩენი მე შევჭამე. ამში დაჭდა 28 евро. 4 პიტა. ერთი ძაძიკი და ერთი ლუდი. რამდენია 28 евро, მაქსიმუმ 90 ლარი. შეჭამდი კიდე? ასე დამთავრდა ჩვენი მეორე დღე ათენში. წინ სავაჭრო ცენტრი და ფლისფოსის სანაპირო გველოდ. მეორე დღეა წვიმაა. ნუ წვიმა რა ცუდია მინდია. იმიტომ ათენის ცენტრში არ წავედით. კიდე 4 დღე გვაქვს დარჩენილი ათენის ცენტრისთვის. და დღეს მივდივართ სად თამა? მოლში. კვების ობიექტებია, რავი რაღაცებს იყიდის თამო, იშოპინგებს ცოტას და წესით გავერთობთ. ნახოთ თუ რამე საინტერესო იქნება მოლში გადავიხოთ. მობა ხდება შენ შოპინგ მოლში. ან სპეციალურად გავგონდეთ რომ ხობია იყო და წამოვიდით მაგით. და პიდია. მაგრამ ყველა მაღაზია დაგეტილია. არის მარტო პიცერიები ღია და აკვარიუმი. ყველაფერი დაგეტილია. ანუ რა აზრია? ვიარ ვარ. არა, თავარია ხოლმე. წვიმიან დღეს ჯობია. კიდე ერთი წვიმიანი წვიმია. როგორ მოგწონს შენი მოლი? მოგონი ამათ მე მგონი ძალიან მოწონს. მოლში ვამე ხასკინი და მაგიტანე. ანა ხოსტა გაიცი. გაძიცი დავშე. გამეს ამ პაკეტებია ყველა მაღაზია. ყველა მაღაზია პაკეტებია. თამო აბა რა ვიყიდეთ? ანუ 9 ლიტრი ფრეში 2 евро. 2 евро. და ეს პიცები 7 евро ერთი ცალი, ხო? როგორც იქნა კარგი ამინდი გამოვიდა და საღამოს სავაჭრო ცენტრიდან სანაპიროზე გადავინაცვლით.
საბოლოო ჯამში გაამართლა ზღვასთან ახლოს სახლის აღებამ. იმიტომ რომ ბავშვები ეხა და თამო პლაჟზე თამაშობენ ქვიშაში. მე ლუძზე მივდივარ. საღამომდე იქ დავრჩებით და გავერთობთ. ლუდი და ზღვა, მეტი რა უნდა უნდოდეს ადამიანს. ლუდი, თბილი, ამინდი და ზღვა. ბავშვები თამაშობენ და მე და თამოს ლუდი გვაქვს. პლაჟი ზე ბავშვები თამაშობენ, ჩვენ ლუდს ვაქვს. ასე დამთავრდა ჩვენი მესამე დღე ათენში. წინ როგორც იქნა კარგი ამინდი და ათენის ცენტრი გველოდა. როგორც იქნა კარგი ამინდი გამოვიდა. ეხა წავალთ ათენის ცენტრში შეავალთ. მთელი დღე იქ ვაპირებთ დარჩენას. შემდეგ დღეებსაც ალბათ სადმე ათენის შემოგარენში გავატარებთ. რა ამინდები კარგია. გამოვიყენებთ, რომ რაც შეიძლება მეტი რამე ვნახოთ. დაგვრჩა კიდე დაახლოებით 3 დღე. ტრამვაით მივდივართ, ტრამვაი ყველაზე კომფორტულია ამ უბნიდან, სადაც ჩვენ ვართ. დაახლოებით 40 წუთი დაგჭირდება ტრამვაით იქამდე მისასვლელად. რა ღირდა ჩემო სიცოცხლე, 1 სალი ჩიზბურგერი. რა ნახევარი. ევრო ნახევარი, ხო? ევრო ნახევარი, 1 ჩიზბურგერი. ორი 2400 წლის ამფითეატრი. აი იქიდან იყო ჩამოსასვლელი. აი ეს მთლიანი ადგილი იყო მაყურებელთა ადგილი. სამწუხაროდ დარჩენილია მხოლოდ ეს. აკროპოლისისკენ მიმავალ გზაზე რომაული მეორე საუკუნის ამფითეატრი არის, რომელშიც დღემდე იმართება ღონისძიებები. ამოვედით ახლა აკროპოლისზე. აი უბრალოდ საოცრებაა რა, ეს უნდა ნახოთ თქვენი თვალით და უნდა შეიგრძნოთ. ზემო ქალაქი ბერძნულად რაც ნიშნავს აკროპოლისი 2500 წლის უკან აშენებული. თავის პართენონის და ათენას ტაძრებით ძალიან ლამაზია. ბევრს აღარ ვილაპარაკებ, თქვენ თვითონ ნახეთ ახლა ეს ვიდეო. ეხა გავდივართ აკროპოლისიდან. გავალთ რამეს შევჭამთ, ბავშვები ძალიან დაიღალნენ. სამწუხაროა, რომ მარტო არ შემიძლია დიდხანს ეხა აქ დავრჩე. და ამიტომ დაახლოებით 2 საათი მოვუნდით აკროპოლისზე. მაგრამ მეტიც შეიძლებოდა გაჩერება. სიცოცხლე რა შეუკვეთე? რვაფეხა, რომელიც მოიტანეს გიგანტი. რვაფეხა, ეს არის რვაფეხა? რვაფეხა საცეცი. და მიდიები. შეიძლება თქვენ შეგაჭამთ.
ქათამით. აბა, გავსინჯოთ რობეხ. ესე იგი პირველად ვსინჯავ ახლა მიდიებს. ეს მოხსნა თავას თავმასწავლა. ოქცენი ამბობთ. ლიმონი მოვასხათ. და ხობა. მოგარე. ასე დასრულდა ჩვენი ათენში მოგზაურობის პირველი ნაწილი. წინ მეორე ნაწილი გელოდებათ.